მცირეწლიანი პირების არსებობის ფაქტი გამსახურდია კაბინეტში. ამან თავი დავანებოთ. ხო, რაც შეეხება შევარდნაძის პერიოდს. შევარდნაძის პერიოდშიც ჯერ კიდევ 92-13 წლებში, იმიტომ მაშინ უფრო ახლოს ვიყავი ამ პროცესებთან, ჯერ 18 თვიანი გეგმა შედგა, მერე 3 წლიანი ძირითადი მიმართულებების სახით, თუმცა რა თქმა უნდა არასაკმარისი იყო, მაგრამ არსებითი და რეალური ის არის, რომ 2000 წლიდან დაიწყო მსოფლიო ბანკის და სავალუტო ფონდის მოთხოვნით სტრატეგიული გეგმის შემუშავებაზე მუშაობა. 3 წელი იცოდვილა ბასილიას სამდივნომ. ცდილობდნენ გაეკეთებინათ თვალის მოხდის მიზნით რაღაც გეგმა, იმიტომ რომ დაემუქრნენ ვაშინგტონიდან, თუ არ გექნებათ ეს გეგმა, კრედიტებს აღარ მოხდათ. მაგრამ იქვე ჩაიდო აუცილებელი პირობა, რომ ეს გეგმა უნდა შემუშავებულიყო აუცილებლად საზოგადოებრივი ორგანიზაციების მონაწილეობით და იმ ხანას მე მესამე სექტორში გავხდით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელი ვიყავი და გასახანი არ მივეცით, რამდენჯერაც გააგზავნა ბასილიამ ვაშინგტონში მოხსენება, რომ აი დავამთავრე და მზადაა გეგმა, იმდენჯერ გავაგზავნეთ თანამოხსენება და მივუთითეთ, რომ ამ ეგრეთ წოდებულ გეგმაში არ ვარ ეს ნაწილები და უკან უბრუნებდნენ. ბოლოს გამსახურდი არაშუაშია ბასილია, რომ დარწმუნდა, რომ არ ხუმრობდით, მიიწვია უკვე საქართველოში არსებული ყველა საუკეთესო ესეთი მის სფეროში, ექსპერტი პროფესიონალი და 2003 წლის ზაფხულში ეს სტრატეგიული გეგმა, რომელიც სტრატეგიული იყო 15 წლიანი გათვლით და დეტალიზებული იყო უახლოესი 3 წლით, დაიხვეწა და მიიღო კონდიციური ხასიათი. მინდა გითხრათ, განსიფრებას ვერ მალავდა ვერც ამ პროგრამის ავტორები და ვერც თვითონ ბასილია, როცა ვთქვი, რომ ეს კარგია. იმიტომ მე იშვიათად ვთქვა, რომ ეს ის დოკუმენტი დაამტკიცეს არა მარტო ამერიკელებმა, ბატონო დავით, 2003 წლის ოქტომბრის ბოლო დღეებში იყო მსოფლიო ბანკის და სავალუტო ფონდის ერთობლივი სამიტი ვაშინგტონში მოიწვია. 28 ოქტომბერი იყო ძალიან კარგად მახსოვს, მაგრამ 28 ოქტომბრიდან 2 ნოემბრამდე რაღა ვადაა, 2 ნოემბერს იყო უკვე ტოტალურად გაყალბებული არჩევნები. ამიტომ ეს პროგრამა ყველას დაავიწყდა, არ დაგვიწყებია რამდენიმე კაც, მე ავიღე პირადად ეს პროგრამა და რესტუმრე არცნაკლები სააკაშოს, თუმცა მანამდე მოვიარეს სხვა წევრები. აი მინდა გითხრათ, შეაყარე კედელს ფერცი. ისა სააკაშვილის მხრიდან პროგრამის მიმართ დაინტერესება იყო აბსოლუტური ნული. აბსოლუტური. არადა ხო, როცა ვნახე, რომ ამ ხრივ გასახანი არ არის, მერე დავიწყე დონორებთან მუშაობა. იმიტომ რომ დონორების დიდი წვლილი იყო გეგმის შემუშავებაში. გეგმა თავისთავად კარგი იყო, მაგრამ ახლა იდეალური გეგმაც კი, ხაღალზეა დატანილი და ის თავისით ვერ ადგება და მუშაობას ვერ დაიწყებს. გეგმის განხორციელება სჭირდება მენეჯმენტი, შემსრულებელთა გუნდი. შემსრულებელთა გუნდი არცნაკლები იყო ხელისუფლება და ხელისუფლებას თუ ვაკრიტიკებ, მწარებს სწორედ ამიტომ ვაკრიტიკებ, რომ მათ ჰქონდათ გაწერილი ეს გეგმა, რა იყო გასაკეთებელი, რა ჭირდებოდა ამ ქვეყანას. ახლა იგივე გეგმა მართალი გითხრათ, სტრატეგიულ ნაწილში დღესაც კი ცვლილებებს არ საჭიროებს. ის უბედურება რაც ჭირდა ჩვენ ეკონომიკას 8 წლის წინ, არსად არ წასულა ისევ აქაა და კიდევ უფრო გაძლიერებული, გაღრმავებული სახით. თუმცა რა თქმა უნდა გეგმას გადახალისება ჭირდება. უბრალოდ რა შეასახმე მე გეტყვით ახლა იგივე ჩემ კოლეგებთან, მათ შორის ხელისუფლებაში მყოფ კოლეგებთანაც, ჩემი დავის ერთ-ერთი საფუძველი ეს იყო ხოლმე, რომ ყველას ვეუბნეოდი გეგმებს ჭირდება ხალხამდე, საზოგადოებამდე მიტანა უნდა აუხსნათ. ამას ყველა გაურბოდა, რატო? გაცხადებული გეგმა, გაცხადებული მიზნები ეს არის არტახი, კალაპოტი პოლიტიკოსებისთვის. და პოლიტიკოსებს, ყოველ შემთხვევაში დიდი ძალაუფლებით აღწეული პოლიტიკოსებს არ უყვართ ნამდვილად კალაპოტში მომწდება, იმიტომ რომ გუშინ სახელმწიფო საიდუმლოება გაქვა, თუ გუშინ წინ ეროსიკი ძმარიშვილმა მიშა დასახლებად ალპებში დარბოდაო, თითქოს აქ ვერ იღდნენ და კავკასიონი რითია ნაკლები ალპებში. მაგრამ ეს შეეხება სხვათა შორის, ეს მეკითხებოდნენ ჟურნალისტები, ყოველი მეორე ზარი იყო ამაზე, რომ
აი ბიუჯეტი მცირდება და თქვენ როგორ ფიქრობთ ეს შემცირება ვიზზე უფრო მტკივნეულად აისახება მოსახლეობაზე თუ მთავრობაზე და რაც უნდა ამას ფიქრი რომ მოსახლეობაზე იმიტომ მიშა სააკაშვილს თუ მივცემ ჩვენ საშუალებას ალპებში კი არა რატო ანდებზე და კორდილიერებზე არ დაიწყებს სირბილს ის სიამოვნებას არ მოიკლებს ფაქტია თუ არა გასული 5 წელი ამისი ყველაზე ცხადი ილუსტრაცია დემონსტრაცია იყო ამიტომ ამ კითხვისთვის კიდევ ერთხელ მადლობელი ვარ ქვეყანას მარტო ამ ნაწილში კი არ ჭირდება გეგმა ქვეყანას გეგმა ჭირდება ზოგადად განვითარების ძირითადი მიმართულებები არა მხოლოდ ეკონომიკური ასევე სოციალური ასევე განსახლების პოლიტიკა განსაკუთრებით დღეს ჩვენ ვიკვირს ახლა რაც ჭირს რატო გჭირს მე მაგალითად ყოველთვის მომაქვამე შვეიცარია არა იმიტომ რომ ამბიციური ვარ ამ ზედმეტად რომანტიკოსი იმიტომ რომ შვეიცარიაში გოჯი არ არის აუთვისებელი და შვეიცარიას ხათ შორის მილიონიანი ქალაქი დღესაც არაა და ბევრს რატომღაც ხან ჟენევა გონია დედაქალაქი და ხან ციურიხი იმიტომ რომ დიდი ქალაქები ესენი ამ დროს დედაქალაქი სულ სხვა ხო და თბილისში ჩვენ დავამსგავსებთ ნუ არ ვიცი თავკომბალას საქართველოს განაჩენი საქართველოს გახდა დანამატი ახლა როგორ წარმოგიდგენიათ თესლების გარეშე ჯანსაღი მცენარე ჩვენ თესლებს თვითონ მოვწყდით თუ წყდებით ყოველდღიურად დაიცალა რაჭა დაიცალა მთის რეგიონები ჯავახეთში რა მდგომარეობა ძალიან კარგად მოგეხსენებათ ამახლებად ასწრები ბატონებო ეს ყოველთვის დავი არის ამას ფიქრობთ ხალხი აღარ არის ბატონ დავით სამეგრელო კი არა აგერა კახეთი ყურისძირშია ხო გაზაფხულზე სოფელი მელაანი ძალიან კარგად ვიცით მელაანის ქუჩა ერქვა იმ ქუჩას რომელსაც ახლა ბუშის ქუჩა ქვია ნუ მესამე მეოთხე სახლზე თუ არა ყოველ მეხუთე სახლზე იყო წარწერა იყიდება კიდეველი არ არის უარეს გეტყვის ახლა სოფელი ყანდაურა არც ისე შორსაა ნუ ყოველთვის მახსოვს მე სკოლა დამთავრებული მაქვს სოფელ ბადიაურში იყო ყოველთვის ერთი კლასი ყანდაურაში იყო პარალელური კლასები წელს ყანდაურაში პირველ კლასში მიდის ერთი ბავშვი ერთადერთი ბავშვი დაიცალა სოფელი ამ დროს 2 კილომეტრით არის მოცილებული ცენტრალური მაგისტრალიდან მაგრამ ეს მაგისტრალი აღარშველის მელანი ლამის მაგისტრალზეა და გითხარით იგივე მდგომარეობა აღარაფერს მომუყვენ თიანგურიაზე და ამიტომ როცა ლაპარაკს არის საუბრობთ რომ ქვეყანა იღუპება ამაზე არ საავადმყოფობის ისტორია იწერება თავკე ექიმის ხელმოწერით და არც მერე ნეკროლოგი არ ქვეყნდება ის რაც დღეს ხდება ესაა სწორედ ქვეყნის დაღუპვა შეთანხმებით რა არის ესეთ ხალ უნდა გავიდეს მე მგონი სააკაშვილი მოსმენაზე თუ იმაზე და მე არ ვიცი ესეთ ბევრი კითხვები მეც ახლა დაკუნებული არის მურაბად და შაქარი გადმოვაყვება იმ კომისიის დელეგაციის წევრებს და თუ ვიფიქრეთ რა იმე შეკითხვის დასმა მე ვიფიქრია ეგ ამაზე ვსაუბრობ მაყურებელიც შემოვიყაროთ და ამაზე გადავიდეს რა დიახ ისმენთ ერთ-ერთი ხარ დიახ ალო ისმენთ ბატონო ამაზე მოგესალმებით შეკითხვა ბატონი კუსტო კი ბატონო აი ხო ჩამოსული იყო სომხეთის პრეზიდენტი ხოთა დიდი საგიოთაჟია რომ იქ დაუნდა გავიდეს გოდერძის უღარსახილიდან სომხეთის პრეზიდენტი შემოიქცა რამდენად საშიშია ეს გზა ჩვენთვის და საერთოდ აი ყუარის გზა ზიანად გადის აქედან მას გადიოს სომხეთი ეს ზევი და გადასასვლელი გაშიშდა გაგებულობა დიდი მადლობა მოგახსენებთ მოდით ჯერ გოდერძის უღელტეხილით დავიწყოთ ძალიან მნიშვნელოვანია ძალიან მნიშვნელოვანია უცხო გაჩნდა ყველა ამ როცა მსგავსი პროექტი საერთოდ ჩვენ გამუდებლობით რომელიც ბოლომდე ჯერ ვერ ამოშანთეს მსგავსი მასშტაბური პროექტები როცა უნდა განხორციელდეს აქ წინასწარი მოსამზადებელი სამუშაოებია ძალიან მასშტაბური შესაძლებელი გარემოზე ზემოქმედების შეფასება უნდა განხორციელდეს და არა მხოლოდ ეკოლოგიური თვალსაზრისით სოციალური ეკონომიკური და საერთოდაც რა საჭიროება მოითხოვს ამას თვითების რა ისეთი გაზრდილი ნაკადია რომ არსებული მაგისტრალები და მე მომიწია სხვათა შორის ვიდეო ხიდით მონაწილეობა სომხებთან უშუალო ოპონირება მომიწია და სომეხი კოლეგების მხრიდან იყო რომ ჩვენ თქვენთვის ვფიქრობთ ქართველებისთვის უხარ დიდი მადლობა ქართველები როგორღაც ამ ნაწილში ჩვენ თავს ჩვენ თვითონ მივხედავთ რა თქმა უნდა არის უზარმაზარი საფრთხის შემცველი რა თქმა უნდა არა ერთ და ორ თვალი უჭირავს ამ ტერიტორიებზე მე მედგეთქვით კიდე 7 თუ 8 წლის წინ არა 7 წლის წინ
სტამბულში რეგიონულ შეხვედრაზე მოგვიხდა საუბარი და იქ გაერო 1000 წლეულის დეკლარაცია, რომელიც მიღებული იყო 2000 წლის 8 სექტემბერს. ააფრიალებს ერთ-ერთი მიზანია ამ დეკლარაციაში, რომელზედაც ხელი ყველა სახელმწიფოს აქვს მოწერილი, რომ 2015 წლისთვის ზღვაზე გასასვლელის არ მქონე ქვეყნებს ეს პრობლემა უნდა გადაუწყოს. და ამაზე ოპერირებით, აპელირებით დაიწყეს